Sigma boy. ერთ ქალს ქონდა 1057 კაცთან სქესობრივი აქტი. სახელად სიდნი სუინი. თქვენ სურათზე ხედავთ ცნობილ ქართველ წყვილს. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვართ ბროები და ეს არის ახალი ფორმატი. და ამასთანავე ვართ ახალ სტუდიაში. ამ დრომდე ვიყავით კოსტას სახლში. მადლობა კოსტა, ამ დრომდე რომ ჩვენ გმასმიზლობდი. ამას დამატებული არის იდეალურად ის, რომ უკვე +1 სპონსორი გამოგვიჩნდა. ენერგეტიკული სასმელი. კაბისა. ხო, კაბისა შემოგვემატა, უკვე შეუძლებთ რომ გადაგების დროს დავლიოთ და ხო, ორი გემო გვიდევს, რომელიც მოგეწონება შეგიძლიათ ეგ მიირთვათ. ყველამ კარგად ვიცით რომ YouTube-ის ახმა რომ იარსებოს საჭიროა სპონსორები და ამიტომაც უღრმესი მადლობა რომ ამ მცირე დროში უკვე ორი სპონსორი გვყავს. მოვდი ჩვენს პატივი ვიცეთ და გთხოვთ კომენტარებში დავწეროთ რა. მადლობა კაბისა, დავაფასოთ რა. არ არის პატარა ამბავი. როდესაც არ გყავს 14000 გამომწერი. შეიძლება ეს ვიდეო როცა დაიდება უკვე 15 იყოს. და უკვე ორი სპონსორი ყავს. ძალიან მაგარია. რა შეეხება უკვე ამ თამაშს. ამ თამაშის სახელი არის Cringy Quizy. სიტყვა Cringy, ხო, ქართული არ არის, ქართული სიტყვა არ არის. შემოსული რაღაც ბარბარიზმის სლენგი რაღაც არის, მაგრამ ამ გადაცემას Cringy იმიტომ დავარქვით, რომ აი, მოდი უყურეთ და მიხვდებით, აი, კრინჯობა აბა რა არის, ახლა რა კითხვებიც იქნება აქ. მე ვარ ამ პასუხებიც, ხო. მე ვარ ამ გადაცემის ამყვანი და ალბათ ასე იქნება სულ და ამ ფორმატში გვეყოლება დამატებით სტუმრები, მაგრამ ჯერ სატესტოა და ამიტომაც დღეს ერთმანეს დაუპირისპირდებიან მიშა ვიკუდი ქებურია და მეორე ადამიანი კი ჩემგან ხელმაჟნივ არის კოსტა ტორეტო ჩიჩუა და სულ ეს არის, მოდი დავიწყოთ, მზად ხართ? დავიწყოთ, რა თქმა უნდა. ბიჭებმა კითხვები არიციან, გუშინ გამი ჩაუჯექი და გავწერე რაღაცეები, არ იყურებთ ჯერ მაინც. მოიყურები, არ პასუხები არ მიწერია, ამიტომ აზრია რა. მოკლედ იქნება 12 კითხვა და ვისაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი და ქმედება დაუფიქსირდება, ის იქნება გამარჯვებული. თქვენ ეს პასუხები უნდა დაწეროთ ამ დაფებზე და მოდი დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ. დუდუმ, პირველი რაუნდი. ცნობილი მიმის სახელად ჰაკ-თუ, ალბათ იცით და ალბათ ეს გოგოც იცით, ხო? ჰაკ-თუა girl. მოდი თუ არ გახსოვთ, უთვა ჩაგირთავთ ამ მონაკვეთს და თქვენ შეხედეთ. ამით რო ცნობილი გახდა. ამით რო ცნობილი გახდები, მოკლედ რა, აი არ ვიცი. ახლა ისმის კითხვა. დაწერეთ ამ გოგოს სახელი. მოა. ოპა. შენ იცი? მე დავგუგლე და აქამდე იცოდი? არა, აქამდე არ ვიცოდი. არც გაგიგიათ არასდროს? არა. ჰაკ-თუათი ვიცოდი სულ. კოსტა, მიდი, გვაჩვენე პასუხი. რაიჩელ. ოკეი. ეშლი. გახდება, ვინ წავაგეთ? თქვენ ორივე შეცდით. არც ერთს არ დაგეწერებათ. გულა, ნულები არის. მის სახელი არის ჰეილი ველჩი თუ რაღაც ეგეთი. ვაუ. კარგი, პირველი რაუნდი დასრულდა, გულა, რა ვიცი არ აქვს, მოდი გავაგრძელოთ. შემდეგი რაუნდი. თქვენს ეკრანზე ახლა იხილავთ ადამიანს და თქვენ უნდა მითხრათ ამ ადამიანის სახელი. უნდა დაწეროთ. აბა ორივემ შეხედეთ, მოდით აქ. ეს რა ლეგენდა კაცი. არა ჩვენო? ამის სახელი არ გინდა ახლა გაიხსენო. რას ამბობს ეგ მაინც გახსოვს? ველოსიპედზე რა ეს მე ვარ დებილი. ესაა ჩემი კომენტარი. შინაარსი მახსოვს. მოიპარა რაღაც ჟუვაჩკა და სიგარეტი თუ რაღაცა ეგეთი იყო. სანამ პასუხს დააფიქსირებთ, მოდი ჩავთვით კლიპი, ხო? ხო, მიდი. შევხედოთ. აი ხანია. ჩვენს პატივცემულს. როგორ მოხდა? მე გეტყვით ახლა როგორ მოხდა. გზაზე მოვდიოდი? თავიდან თქვა როგორ მოხდა? დღეს გადმოვედი გალიდან რა, კოხორიდან წამოვედი ზუგდიდის ბაზარში, მეთქი ბავშვი მყავს რა. ეს სამწუთიანი სპიჩი არ არის. ბოლო ჩორტო, ბოლო. მოკლედ ამ ადამიანის სახელი და გვარი როგორ უნდა დაგეწერათ? უნდა დაგეწერათ ისკაც მე დავწერე, გაიგე. ის რაც შენ დაწერე რა. საიდან გადმოვიდა და რას ეძახიან ზებნით სახელად ამ ადამიანს ეგ უნდა დაგეწერათ. ხოხორა. ახლა გამახსენდა, მაგრამ მე ჯანო ჩავწერე. იქნებდა მართლა ამის სახელია. ამასობაში კოსტას დაეწერა ერთი გულა. კარგი, გადავედით შემდეგ რაუნდზე, ჯერჯერობით ისე რა მივდივართ, უფრო წამოვა ისეთი კითხვები და თქვენ კი ამასობაში არხი გამოიწერეთ. ახლა კი კითხვა. ერთი დღის განმავლობაში ერთ ქალს
ქონდა 1057 კაცთან სქესობრივი აქტი. სახელი თუ ავიცი. ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე ამბობს. მოდი სურათს გაჩვენებთ ამ ქალბატონის. ვიცი ის კალბატონი არ აი, მე და გუსტას არ ჭირდება ამის სურათი. დაწერეთ ამ ქალბატონის სახელი და გვარი, როგორც არის ცნობილი. არ მახსოვს. არ გახსოვს? შეგიძლია კაბისა დალიო, გონებას გაგიხსნის და იქნებ გაგახსენდეს. იქნებ გაგახსენდეს. რომელი დავლიო რას მიცი? არ რომელიც გინდა. მიდი, დალია მიშა, იქნებ გიშველოს და გაგახსენდა? არა. აი რითი იწყება ვიცი. აი, იცი? არა, თქვი, რითი იწყება? ბლუ რაღაცა, ბლუ. აი, ხე უნდა დაწერო ეხლა. და ბლუ გახსოვს და დასაწყისი არ გახსოვს. გამახსენდა. მოდი ბიჭებო, 3-მდე დავითვლი და ერთიანად თქვით. 3, 2, 1. Bonnie Blue. კი, სამწუხაროდ მართალი ხართ ორივე. სამწუხაროდ ვიცით ვინ არის. სამწუხაროდ თქვენ იცით ვინ არის და ძალიან სამარცხვინო ადამიანია, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ძალიან, ზედმეტად. ხო, დაგვეთანხმებით. და სხვათა შორის, იმდენად სამარცხვინო ადამიანია, რომ OnlyFans-მა დაბლოკა. მართლა. ეხლა სამარცხვინოა რა არის, აბა. თავის თავს აპიარებს, როცა სხვა იმით. რამოდენიმე დღის წინ ახალი იდეა ქონდა, რა უნდა გაეკეთებინა, ასევე 1000-ობით რაღაცაზე გადიოდა, ვერ ვიტყვი ახლა და არც ვიტყვი მაგ იდეას, მაგრამ ისეთი საშინელება იყო, რომ OnlyFans-მაც კი დაბლოკა და თან სამუდამოდ გავაუქო. მე არ ვიცი. ეგ მეც არ ვიცი. შენ იმენად მაგ არა, YouTube-ზე ვნახე ვიდეო, რატო დაიბლოკა Bonnie Blue სამუდამოდ OnlyFans-ი. კარგი, ორივეს დაგეწერათ. თითო გულა, თუმცა ჯერჯერობით კოსტა არის წინ, 2-1. ბიჭებო, მიუვინგი, იცით რა არის? კი. ორივე მიცით? კი. ვინც არ იცის, მოდი ვაჩვენოთ, კარგი? ჩავთვალ ვიდეოს. და ამოვანათოთ. თქვენ ამ რაუნდში ორივემ უნდა გააკეთოთ მიუვინგი. და ვინც საუკეთესოდ შეასრულებს, მე რომელიც მომეწონება, დაეწერება ქულა. სუქან სახეებზე ძალიან რთულია ოღონ მიუვინგის გაკეთება. არა უშავს. ეს ბიჭი არის ერთი ტიკტოკერი, ძალიან მსუქანი რო არის ბავშვი. არ მახსოვს რაღაც მამა და შვილი რო არიან, რაღაც ყვირიან. ეგეთ როჟები რო არიან. მიხვდება მაყურებელი. აი, ეგეც მსუქანია, მაგრამ აკეთებს მაგას. ძალიან დიდია. ხო, არ ვიცი, მე არც კი მიცი. ვინ დაიწყებს? მიდი კოსტა დაიწყო. მოდი. კამერას უყურე და მე შემოქმედა. მერტო ჩემო. ეს კრინჯობა რა არის აბა. მიშა გავაკეთო და არა. საუთმო. არა, მიდი. ხო, მიშა დიდი ვერაფერი ვერ გამოგა. ძალიან ცუდი იყო და ძალიან ცუდი არის მიშა ამაში და კოსტას დაეწერა ქულა. კოსტა მოიგებს 1000 ლარს ვატყობ. არ მithქვამს ამ რაუნდში გამარჯვებული, ამ რაუნდში რა, ამ თამაში გამარჯვებული მიიღებს 1000 ლარს. კარგი, მეხუთე რაუნდი. დევიდ ბექემის ცოლი არის ვიქტორია ბექემი. ალბათ იცით ხო? Netflix-მა გამოუშვა დოკუმენტური ფილმი დევიდ ბექემის შესახებ, სადაც არის როგორც ბექსის, ასევე ვიქტორიას ინტერვიუები. ერთ-ერთ ინტერვიუში ვიქტორია ამბობს, რომ მას რთული ბავშვობა ჰქონდა. რა დროსაც არა, გაჩი, არა, ეგ არ არის. ვიქტორია ამბობს, რომ მას რთული ბავშვობა ჰქონდა. რა დროსაც ბექსი ეკითხება, ბავშვობაში სკოლაში მამას რა მანქანით დაკავდიო? ვიქტორია ცდილობს ამ კითხვას თავი აარიდოს, თუმცა აი ბექსი მაინც მიაწვება და ეუბნება, რომ უმეორებს. რას უმეორებს, აბა? იცით? მანქანის სახელს. არა, მანქანის სახელი არა. Be honest, ამას უმეორებს, რომ თქვიო სიმართლეო რა. და მე უკვე ეს მიმიც გახდა. თქვენ ალბათ როგორც მიხვდით, უნდა დაწეროთ ამ მანქანის ბრენდი. რა მანქანითაც მამას დაკავდა ვიქტორია სკოლაში. მიდით. ვა. კარგი, მოდი. კოსტა, შენი დავიწყოთ. გვაჩვენე პასუხი. ნივა. აბა მანქანა უნდა ყოფილიყო, რომ აი ძალიან ცუდად გახსოვდეს, რავი. ვიქტორიას მამას ნივით დაკავდა შვილი სკოლაში. იქნებ ისეთი საბჭოთა ყაიდის ინგლისელი იყო. მიშა, სწორი პასუხი ვაჩვენე. Rolls Royce. რა თქმა უნდა, სწორი პასუხი არის Rolls Royce, სადაც როგორც აღმოჩნდა, იტყვებოდა ვიქტორია, გვატყუებდა და ბექემმა, დევიდმა
აღიარებინა. ან ახლა აქვს ისეთი ცხოვრება, რომ Rolls-Royce არაფერი არ არის. ნუ მაშინ რა Rolls-Royce, აი არავის არ აქვს ეგეთი ცხოვრება, რომ Rolls-Royce-ი ცუდი მოგონება იყოს. რა ვიცი, იქნებ სუდი Rolls-Royce იყო რა. სულ ფუჭდებოდა და რაღაც. კარგი, მოდი გადავიდეთ მე-6 რაუნდზე. თქვენ ამასობაში ჩვენი არხი გამოიწერეთ და ანგარიში არის 3-2. ისმის კითხვა. ვინ მოკლა ძერა? ძალიან კაი კითხვა. ვატ? კაი. შენ მოხკალი წერა? მე არ ვიცი რა მოვკალი. მაგდენი აღარ მახსოვს. სხვათა შორის ამ ფორმატში ძალიან საინტერესო იქნება სტუმრებიც რო გვიყოლება. კარგი. მოდი, დავაფიქსიროთ პასუხები. ჯუჯა. ჯუჯა მოკლა ძერა. ხო, ალბათ. როგორ შენ წარმოდგენაში როგორ მოკლა ჯუჯა? აი როგორ, აი რა, რითი მოკლა? რაღაც ჯუჯის ის რა პისტოლეტი. ჯუჯის პისტოლეტი, ჯონ ვიკი ჯუჯა იყო. არ ვიცი. პისტოლეტი. მოკლედ, წერა მოკლა შოთამ. კი, შოთამ მოკლა ძერა. მოდი ნახოთ მიშა ეს საიდან არის ეს ყველაფერი? მარინე. Quel mortalité. ეს მიმი ყოფილა თურმე. კარგი, ვაგზელებთ. ახლა გაჩვენებთ ერთ გოგონას სურათს. მოდი შეხედეთ ამ გოგოს და თუ გეცნოთ მითხარით. საიდან იპოვეს გოგო? უკან წარწერა დააგვირდი. რა წერია? Sigma Boy. ხო? ანუ ყველამ ვიცით ხო ეს სიმღერა? სიმღერა კი ესენი არ ვიცი. სამწუხაროდ იცით. არა, ესენი არ სამნიშნულოვანი. თქვენ უნდა შეასრულოთ ეს სიმღერა 10 წამის განმავლობაში. საუკეთესოდ ვინ შეასრულებს, ის იქნება გამარჯვებული. აკ. ეს რა მოიფიქრე ეს რა? ოკეი, კაი. სხვა გზა არ არის. ღმერთები. Sigma Boy. Каждая девчонка хочет танцевать с тобой. ჩამითვალე, აღარ ვიცი. არც სვენა, არც ხმა, არც ლირიკა, არ ვიცი, რა ეს ვიცი. ამაზე კრინჯი რამე სიმღერა მოგისმენია თოდესმე? არა, საერთოდ არა. საშინელება არის. მიშა, საშინელება. შენი ჯერია, მიდი. რაღაც გული ამიჩკარდა. ამაზე უფრო კრინჯობა არ გამიკეთებია მგონი არასდროს. Sigma Boy. Каждая девчонка хочет танцевать с тобой. Nice. კოჩარ, თუ მიშას შესრულება მოგეწონათ, ან კოსტას შესრულება, არქი გამოიწერეთ და კომენტარით მოიწონეთ და ამ რაუნდის გამარჯვებული გახდა მე ხმა უნდა მივცე. მიშას. მიშას დაეწერა, ჩემი ქულა, რა ვქნა? ბოდიში კოსტა. ესე ერთ რაღაცას გეტყვით. თუ გინდათ სადმე კორპორატიულზე ან დაბადების დღეზე ჩვენი სამივეს გამოსვლა სიმღერით მაგის დედა Sigma Boy-საც ვიმღერებ რა. ანუ თუ გინდათ რა კორპორატიულია 1000 ლარად არ ვიმღერებ. ბევრად უფრო მაღალი იქნება ალაზღაურება ჩვენი, მაგრამ თუ გინდათ კოსტას არ მოვიყვანთ, მარტო მე მოვალ და თუ ანუ ვინც მოგეწონათ, ვისის შესრულება მოგეწონათ უფრო მოვალთ რა. მოკლედ, წარმატებით ჩაგიშლით დაბადების დღეს კორპორატიულს ნებისმიერ. გიო იქნება წამყვანი, კოსტა სულ ეწევა და მე ვიმღერებ Sigma Boy-ს. წარმატებით დავშლით ყველა. არც არსებობა ჭირდებაო და რა მოვიფიქრო. და არხის სპონსორი გავხდებით ჩვენ. მე ცუდა დავა. და თქვენ შეგიძლიათ გახდეთ არხის სპონსორი. აი ეგრე დაგვირეკეთ 5-6 რა. გავიცინეთ გვეყო. დამოვიზდა სადვიდეკით. რა სადვიდეკი მართლა? შემდეგი რაუნდი. ახლა გაჩვენებთ სურათს კვლავ და თქვენ უნდა გამოიცნოთ ეს ქალი ამ ვიდეოში რას ამბობს. უნდა დაწეროთ. გაადიდე. კოსტა შევიდა. რას ლაპარაკობს ამ ვიდეოში? ნებისმიერი ერთი წინადადება, ერთი ფრაზა რო თქვა. ნებისმიერი. კოსტა დაიწყე. არ მომკლამეთ კინინო. იდი. სწორად წავედი. ვინ მოკლა ძერა? რა ძერა. და გამარჯვებული რა თქმა უნდა არის კოსტა. კარგი, მოდი გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. თქვენ ახლა იხილავთ სურათს. და უნდა მითხრათ ამ ადამიანის პროფესია.
დაწერეთ. რომელი? რომელიც გინდა. ნაღდი პროფესია, ხო? შენ გადაწყვეტე, რას დაწერდა და მე გადავწყვეტ რა ჩაგითვალ. კოსტა სტატიასერს. მექანიკოსი, ექიმი, მასწავლებელი, ადვოკატი და უბრალოდ კაი ადამიანი ჯონი სინსი. ძალიან კარგი პასუხია. და მრავალი სხვა ბოდიში. ჯონ ბოდიში აქ დამეტია. კარგი, მიდი აბა, შენ მე უბრალოდ მიწერია, რომ ყველაზე ნიჭიერი ადამიანი მსოფლიოში. თქვენ ძალიან კარგი პასუხები გიწერიათ. მოდი გადაწყვეტილების მიღებაში. ამის ვიდეო უნდა ჩავხტო. მოდი ვიქნები სამართლიანი და ორივეს ჩაგითვლით და ორივეს ერთ-ერთი ქულა დაგეწერებათ. ჯერჯერობით თანაბრად მიდიხართ. არც ისე. 6-4 არც ისეთი დიდი სხვაობაა რა, შეიძლება დაკამბეკება. დააკვირდით სურათზე ადამიანებს და თან რაღაცას ვიტყვი, კარგი? თქვენ სურათზე ხედავთ ცნობილ ქართველ წყვილს, რომლებმაც ხალხის სიყვარული დაიმსახურა. თუმცა მათზე ბევრი ზღადაობს. ისინი ცნობილები არიან TikTok პლატფორმაზე და უკვე ძალიან ცნობილები გახდნენ საზოგადოებაში. ამის მიუხედავად, მე მათი სახელი გუშინ გავიგე. ამ დრომდე არ ვიცოდი. თქვენ უნდა დაწეროთ ამ წყვილის სახელი, როგორც მამაკაცის, ასევე ქალბატონის. მიშა, მოდი პირველი შენ დააფიქსირე პასუხი. მე მგონია, რომ ქეთო და კოტე. ახლოს ხარ? კეთი და უჩა. ქეთი და უჩა. კოსტამ გაიმარჯვა. შენ საიდან ძეგმა? აუ, სამწუხაროდ, 1-2 კვირის წინ თანამშრომელმა მაჩვენა და თან ისიც დაზინა, მე ესენი გოგო არ ვიცი. შენიშვნა მოგცა. არა, შენიშვნა ახლა სერიოზულად არ მოუწია შენიშვნა, მაგრამ რომ აი ესენი გოგო არ ვიცი, ყველას უგდებსო და ყველგან აგდებსო და რაღაცა ეგეთი. ბიჭებო, სანამ შემდეგ რაუნდზე გადავალ, ვიტყვი რომ ამ რაუნდის კითხვა იქნება ორქულიანი, თუმცა ეს ბოლო რაუნდი არ არის. ამის მერე კიდევ იქნება ერთი რაუნდი. ბოლო დროს ცნობილმა მსახიობმა და მოდელმა სახელად სიდნი სვინიმ. უკვე ვიცი კითხვა. სვინმა? სიდნი სვინმაო კოსტა. ვინმა, ოკეი. სიდნი სვინმა თუ სვინიმ, არ აქვს მნიშვნელობა, გამოუშვა პროდუქტი. მიდი, კოსტას დაუსვი კითხვა. რომელიც საკმაოდ ცნობილი გახდა საზოგადოებაში. თუმცა ასევე დაიმსახურა დიდი ნეგატივი გარკვეული მიზეზების გამო. თქვენ უნდა დაასახელოთ ეს პროდუქტი და ნეგატივი რატომაც გამოიწვია, ესეც უნდა თქვათ. მე даже დავხატე რისგან არის დავზადებული. ოსტას უბრალოდ დავხატე. სანამ კოსტა ფიქრობს, მიშა, გამოიყენებდი ამ პროდუქტს? სისულელე მგონია. არის კიდე სისულელე. ჩემს თვალში ეს გოგო, არც არას არ ყოფილა ძალიან ამაღლებული, მაგრამ ამის მერე აი საერთოდ რაღაც მიწასთან გასწორდა რა. მეგობარს ვაჩუქებდი ამ პროდუქტს. მეგობარს მე გადაობის გამო. ჩემთვის რო ეჩუქებინათ, მაგრამ ეგეც გამისწორდა. ხო, გადაობის თემაში. ბიჭო როგორ დამაბნიეთ. რა პროდუქტის გამოშვებასთან არის ასოცირებული სიდნი სვინი? მოდი ვნახოთ პასუხები, კოსტა. ფეხსაცმელი. ნაგვის. ახლოს იყავ სხვათა შორის. ხო. ფეხთან არის კავშირში, მაგრამ წინდა? ცოტა სხვანაირად. და იცი რა კავშირშია? საპონი. და რატომ საპონი? გითხრა? ხო, აბა. და რატომ არის ფეხსაცმელთან კავშირში? მოგლე დაიბანა გოგომ და ის რო დაიბანა. ფუ. ეგ წყალი გამოიყენეს მაგ საპონში საპნის გასაკეთებლად. ფუგა საზიზღარი ადამიანია. მოდი ვნახოთ რეკლამა ვიდეო, სადაც ეს რეკლამას იპოვე. სადაც მიმართავს ხალხს სიდნი სვინი. მოდი ჩავრთოთ რეკლამა. Hello, you dirty little boys. Are you interested in my body? Wash? Well, you can't have it. Because this isn't for boys, it's for men. And real men don't use cheap commercial body washes labeled. აი, სამარცხვინოდ მეტხანს ვერ უყურებთ. ჯისი რას ვერ ხვდები? ანუ რა დაგაკლდა ცხოვრებაში ისე რომ ანუ
რა ვიცი, მე არ გავყიდით ჩემს რა ვიცი, წყალში დაბანილ იმას საპონს. თუ გინდათ ახლა მაგრა თუ პოპულარული გახდება ეგ საპონი, ეგეც დაწერეთ კომენტარებში, არ მაქვს პრობლემა, მაგრამ რაღაცა მეჭვიმე პარე. მიშა რომ ბანაობს რომ გაყიდოს და ეგეთი რეკლამა რომ გავაკეთოთ. მოკლედ, თქვენ კი ჩვენი რახი გამოიწერეთ, არ აქვს მნიშვნელობა სიდნის სვინის საპონს შეიძენდით თუ არა და მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ანგარიში არის 7-ით 6, კოსტა არის 7, მიშა არის 6 და ბოლო რაუნდი. და 7-7 რო იქნება მე რას ვაკეთებ? თუ ამ რაუნდში მიშამ გაიმარჯვა, იქნება 7-7 და იქნება ბონუს კითხვა. სანამ ბოლო რაუნდზე გადავალთ. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ახალ სპონსორს, კაბისას, რომელიც გვერდში გვიდგას და ასევე უღრმესი მადლობა WhiteBits. და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება კომპანიების მხრიდან დაინტერესება. ჩვენ კი ვეცდებით, რაც შეიძლება ხშირი, კარგი კონტენტი შემოგთავაზოთ, იყოს სახალისო, იყოს ასევე საინტერესო. დღეს არ არის საინტერესო, შეიძლება ითქვას, არ არის საინტერესო. თუმცა წინა მაყურებელი გადაწყვეტა. ხო, მაყურებელმა გადაწყვეტოს, მოდი რა. თუმცა წინა ფორმატი ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო, მაგალითად, სოსო, ზიადი იყო უკვე სტუმრად წინა ფორმატში და მგონია კარგად იყურება რა და თან ხალხს უნდოდა რაღაც სიახლეები, ახალი ფორმატი და მოდი გითხარით რა, როგორია, როგორ მოგწონთ და ჩვენ გპირდებით, რომ სიახლეებს არ მოგაკლებთ. და მოდი, მოვისმინოთ ახლა კითხვა. ბოლო რაუნდის კითხვა. მე ახლა გავაჟგერებ რაღაც წინადადებას, დიალოგი არის ორ ადამიანს შორის და თქვენ უნდა დაასრულოთ ეს დიალოგი. როგორც შეძლებთ ისე. ამ დიალოგში საუბრობს ორი მამაკაცი, რომელი ფილმიდან არის, ჯერ არ ვიტყვი. თუ ვერ მიხვდებით, მე უკვე გეტყვით. ერთი გამულელი ეკითხება მეორე მამაკაცს. ინგლისური იცით? მეორე ადამიანი პასუხობს. ამერიკანიეს, ბლიად. და ეს ეუბნება. Yes. აი ახლა თქვით. აი ის, რასაც ამბობს მეორე ადამიანი. მიშა, იცი საიდან არის ეს? ევროტურიდან არის. ევროტური ხო ის? კი, ვა. ევროტურიდან? ძალიან მაგარი დიალოგია რა, ტარანტინო რო დაწერდა ეგეთი დიალოგია. როგორც ჩანს, შენ ევროტური ქართული ჩახმოვანებით არ გაქვს ნანახი, თორემ უეჭველი გასოდნებოდა. დედა, ხაჭო მიხეთ. აი ამ დიალოგს, აი მოდი აი მოისმენდი ამ დიალოგს. ერთად ასე გავათამაშოთ, კარგი? შენ ის იყავი ამერიკანიც. ხო, მიდი. ინგლისური იცით? ამერიკანის ბლედ. Yes. დედა ხაჭო მიხეთ. მოდი ახლა იგივე რაღაც გავაკეთოთ, კარგი? კოსტა, ინგლისური იცით? Americanos, блядь. Yes. I love America. Rembo, მაგარი ფილმია. ეგ არის, ხო ჩაკ? ამ რაუნდის გამარჯვებული გახდა კონსტანტინე და მოდი, ჩვენ მაინც ჩავართოთ ეს მონაკვეთი, ვუყუროთ და გავიხსენოთ ეს იდეალური შედევრი, რომელმაც ჩვენი ბავშვობა გალამაზა. ამ შემთხვევაში მიშას დიდობაც. ამ შემთხვევაში მიშას ბავშვობა არ გაულამაზებია, იმიტომ რომ ნანახი არ აქვს, მაგრამ არა, ნანახი როგორ არ მაქვს? არა, ქართულად არ მაქვს. უნდა გაყურებინოთ უეჭველი. ინგლისური იცით? Americanos, бля. Yes. I love America. Телевизор широ, Рэмбо, Магари фильме, бля, охуеть. Во. Is it ჩვენ ბერლინში მივდივართ? სულ ეს იყო. კრინჯი კვიზის პირველი გამარჯვებული გახდა კოსტა დი ტორეტო ჩიჩუა, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა და თუ გინდათ შემდეგი ეპიზოდი იხილოთ კრინჯი კვიზის, მოდი ასე ვთქვათ რა, 5000 მოწონებამდე თუ ავიდა ეს ვიდეო, შემდეგი ეპიზოდი გადავიღოთ. სულ ეს იყო, მადლობა, ნახვამდის.